თემშარა მარტინ ჰაიდეგერი კითხულობს ნიკო თემშარა ბაღის ჭიშკრიდან ენრიდისაკენ მიემართება ციხე კოშკის ბაღის გალავნიდან მას ბებერი ცაცხობის მზერა მიაცილებს იქნება ეს აღდგომა როს თემშარა ნათლად მოსჩანს აბიბინებულ ნათესსა და ამწვანებულ მდელოთა შორის თუ შობა როცა იგი თოვლის ნამქერში გახვეული იკარგება უახლოესი ბორცვების იქით. ველზე რომ ჯვარცმა აღმართულა, იქ ტყისკენ უხვევს. ზედ ტყის პირზე კი მაღალ მუხას მიესალმება, რომლის ქვეშ ტლანქად გაჩორკნილი მერხი დგას. ჟამიდან ჟამს მასზე იდო ხოლმე დიდ მოაზროვნეთა ესა თუ ის წიგნი, რომლის ამოცნობასაც ლამობდა ყმაწვილის უწვრთნელი სული. და თუ იდუმალებას ეხლართოდა. გამოსავალი კი არსაით ჩანდა, შემწედ თემშარა ევლინებოდა, რა კი მისი მარჯვე ბილიკი უჩუმარ მეგზურობას წევდა დუხჭირი მიწის სივრცეებში გასაღწევად. მსგავს წიგნებსა თუ ჩვენ საკუთარ მცდელობებში ჟამიდან ჟამს აზროვნება კვლავ იმ ბილიკს მიუყვება, რომელსაც თემშარა მდელოზე ავლებს. ბილიკი ესე მოაზროვნის ნაბიჯისთვის ისევე ახლობელია, როგორც იმ გლეხისთვის ალიონზე სათიფში რომ მიდის. რაც წლები გადის, მით უფრო ხშირად წარგვიტაცებს მუხა ადრინდელი თამაშისა და პირველი არჩევნის მოგონების გზაზე. და როცა ჟამი მოაწევდა და ნაჯახის დაკვრით ტყეში მუხა ძირს დაენარცხებოდა. გამოივლიდა მამაჩემი კორომსა და მზით განათებულ ველოებს და მყისვეს შინ. თავის სახელოსნოში მოჰქონდა მისი კუთვნილი საჟენი ხისა. აქ იგი მშვიდად იღვწოდა ვითარცა ხურო კოშკის საათისა და ზარის მოვლა პატრონობისაგან თავისუფალ დროს. ორივენი მოუთხრობდნენ მას, თუ ვითარ არიან ისინი დროსა და დროითობასთან შესაკუთრებულნი. მუხის ქერქიდან კი ბიჭუნები გემებს თლიდნენ ხოლმე, რომელნიც მენიჩბეთა მერხითა და საჭით აღჭურვილნი გუბურასა და სკოლის აუზში დაცურავდნენ და თამაშის შორეული ნაოსნობანი ადვილადვე აღწევდნენ მიზანსა და ადვილადვე იგნებდნენ გზას ნაპირზე დასაბრუნებლად. ამ ნაოსნობათა საოცნებო მიზანი იმ ციალში გახვეულიყო, რაიც ყველა ნივთს ეფინა და რასაც მაშინ ლამისა ვერც კი ვამჩნევდით. საუფლოს მისას თვალი და ხელი ვფარავდა დედის. ისე იყო, თითქოს და ყველა არსებას მისი ენით უთქმელი ზრუნვა იცავდა. მაგრამ ვაგლახ, რომ ამ შესაქცევმა ნაოსნობებმა ჯერ კიდევ არაფერი უწყოდნენ იმ ყარიბობათა გამო, როს ყველა ნაპირი უკან რჩება და მაინც მუხის ქერქის სიმაგრე და სიმტკიცე უფრო გასაოგნად ამეთ ყოლდებოდა ხოლმე იმ სიდინჯესა და სიმტკიცეზე, რითაც ხეიზრდება. თავად მუხა უბნობდა, რომ მხოლოდ ამნაირი ზრდით ფუძნდება იგი, რაიც გრძეობს და მსხმოიარობს, რომ ზრდა ჰქვია, განხნა საქანელნი ცისანი და ამავე დროს მიწის უკუნში ფესვი გაიდგა, რომ ყოველი დავარგებული მხოლოდ მაშინ ხვივის, როცა ადამიანი ორივე თანაბრად არის მზად მყოფი უზენაესი ზეცის მოწოდებისთვის და მარჩენალი მიწის კალთას შეფარებული. კვლავაც და კვლავაც ამას ეტყვის მუხა თემშარას, რომელიც მას უსათუოდ შეულის ხოლმე თვისის ბილიკით. თემშარა იკრებს მას, რაც გზაში არსებითია და უნაწილებს თავისას ყოველს, ვინც მასზე დადის. წლის ყოველ დროს მარად ცვალებად სიახლოეზე თემშარას მიაცილებენ იგივე სახნავები და ამწვანებული ფერდობები. და იქნება ეს ჟამი, როს ტყეთა ზეგარდმო ალპები მწოხრში იძირება. თუ იქ სადაც თემშარა ბორცვთა ტალღებზე მისრიალებს, ტოროლა აიჭრება ზაფხულში ალიონზე, თუ იმ მიდამოებიდან სადაც დედის მშობლიური სოფელია, ზენა ქარი მოეძალება, თუ ტყის მჭრელი ღამით კერის გასაჩაღებლად
მიათრევს ფიჩხის კონას. თუ ჭირნახულით დატვირთული ურმები ზლაზნით მიუყვებიან თემშარას, თუ მდელოს პირს ბავშვები პირველ ფურისულებს კრეფენ, თუ მთელი დღის განმავლობაში ნისლის მრუმე და ტვირთის ზოზინით ეუფლება სავარგულებს. მარად და ყველგან იგივეა თემშარას ნაუბარი. მარტივი ინახავს დამრჩომისა და დიადის გამოცანას. იგი უშუალოდ ეხება ადამიანს და მაინც ხანგრძლივ გაღვივებას საჭიროებს. მარად იგივეს უჩინარობაში მალავს მარტივი თავის წყალობას. თემშარა გჩუქნის იმ ნაზართა უსასრულობას, რასაც მის მიდამოებში დაუხანია. ღმერთი კი ღმერთობს ოდენ სამყაროს ენით უთქმელში. ვითარცა ამბობს ეკჰარტი, კალმისა და ცხოვრების ძველი ოსტატი. ხოლო თემშარის ნაუბარი მხოლოდ მაშინაც ხმიანობს, სანამ არიან ადამიანები მის სურნელში დაბადებულნი და მისი გაგების შემძლენი. ადამიანები თავისივე წარმომავლობის გამგონნი არიან, მაგრამ არა მონები. ამაოდ დაშვება კაცი, დედამიწა დაგეგმარებით მოაწესრიგოს. თუ კი თემშარის ნაუბარს ყურს არ ათხოვებს და აჰა, თავს დაგტრიალებს ხიფათი, რადგან დღევანდელნი უყურთ ასმენოთ შთენილან მისი ნაუბრის წინაშე. მათ ყურს ოდენ ისევ და ისევ აპარატთა ხმაური აღწევს, რასაც ისინი ლამისაა, ღვთის ხმა და რაცხენ. ასე იბნევა და უგზოუკლოდ რჩება ადამიანი. დაბნეულთ კი მარტივი ერთფეროვნად ეჩვენებათ. ერთფეროვნება კი მოყირჭებას ბადებს. გაბეზრებულნი მხოლოდ და მხოლოდ ერთფეროვნებას აწყდებიან. გაუჩინარებულა მარტივი, დაშრეტილა მისი უშფოთველი ძალი. დიახაც, სწრაფად კლებულობს იმათი რიცხვი, ვინაც ჯერ კიდევ სცნობს მარტივს, ვითარცა მათ მიერ მოპოვებულ საუნჯეს, მაგრამ ეს მცირედნი მარად დარჩებიან. თემშარის სათუ ძალმოსილებას მორჩილნი ისინი ერთხელაც იქნება შეძლებენ. გაუმკლავდნენ ატომის გოლიათური ძალის ენერგიას, რაიც ადამიანურმა გამოთვლამ გამოჩხრიკა და საკუთარი ქმედების ბორკილად აქცია. თემშარის ნაუბარი აღვიძებს თავისუფლების მოყვარულ გრძნობას და დაღრეჯილობასაც კი. ხელსაყრელ ალაგას უკიდურეს სიხალისეში გადაზრდის ხოლმე. იგი ებრძვის უილაჯობას, ოდენ შრომისას, რაიც თავისთვისვე გაწეული მხოლოდ და მხოლოდ უბადრუკობის ხელშემწყობია. თემშარის სურნელში წელიწადის დროთა შესაფერისად რომ იცვლება, ხარობს მცოდნე სიხალისე, რომელსაც ხშირად ნაღვლიანი გამომეტყველება აქვს. ეს ხალისიანი ცოდნა არის ზმა, მას ვერავინ შეიძენს. თუ კი უკვე არა აქვს, ხოლო ვისაც აქვს, თემშარით აქვს. თემშარაზე შეიყრებიან ქარბუქი და რთველი, გაზაფხულის ლორთქო, ამღელვარება და შემოდგომის უშფოთველი კვდომა. მასზე უჭვრეტენ ერთმანეთს ყრმის თამაში და მოხუცის სიბრძნე. აქ, ამ განუმეორებელ შეხმატკბილებაში, რომლის ექოსაც თემშარა უჩუმრად მიმოატარებს, ყველაფერი მხიარულობს. ცოდნე სიხალისე, კარიბჭეა მარადისობისა. მისი კარი შეკიდულია იმ ანჯამებზე, რომელნიც მცოდნე მჭედელმა არსებობის გამოცანისგან გამოსჭედა ოდესღაც. ენრიდიდან თემშარა უჩუმრად მიემართება ბაღის ჭიშრისკენ. უკანასკნელი ბორცვის იქით მისი ერთი ვიწრო ხვეული, რომელიც ბრტყელ ლარტყაპს გაივლის, თვით ქალაქის გალავნამდე უწევს. მას თავზე ადგას ვარსკვლავობის მქრალი ნათელი. ციხე დარბაზის უკან მოჩანს წმინდა მარტინის ეკლესიის კოშკი. ზანდად თითქოს ყოყმანობსო, ღამეში გაისმის საათის 11 დაკვრა. ძველი ზარი, რომლის თოკებსაც მრავალგზის გადაუყლიფავს ბიჭის ხელები, ცახცახებს საათის ჩაქუჩის დარტყმისაგან, რომლის სასაცილოდ მოღუშულ შესახედაობას ვერვინ ივიწყებს. სიჩუმე უფრო ჩუმი ხდება მის უკანასკნელ დაკვრასთან ერთად. იგი მათთანაც კი აღწევს, ვინც ორივე მსოფლიო ომში დროება შეეწირა
მარტივი უფრო მარტივი გახდა. მარად იგივე გვაოცებს და გვათავისუფლებს. ახლა სრულიად აშკარაა თემშარის ნაუბარი. სული უბნობს, სამყარო, ღმერთი. ყველაფერი მეტყოლებს დათმობაზე მარად იგივეში, მაგრამ დათმობა არაფერს გვართმევს. დათმობა გვანიჭებს მარტივის უშრეთ ძალას. თემშარის ნაუბრი ჩვენთვის შინაური ხდება. ჩვენი შორეული წარმომავლობა. წიგნის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.